ქუთაისში იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა. გარდაცვლილია კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შეპესე გრადუს გრუპ მაუდი ასრულებს. დაესხათ ბეტონი, გამზადებული იყო ყველაფერი, ალბათ ან იადაგიან ერთი ბალკა გადაბრუნდა, ან გადმობრუნდა, ვეღარ გაუძლო და გეიყოლა მერე ყველა. და შემთხვევით არ ვიცი ახლა აზერბაიჯანელი იყო თუ ქართველი. ერთი გადაცვლილი არის. წაიყვანეს ახლა. შენდება კორპუსი, როგორც საცხოვრებელი სახლია, დიდი სახლი. ასეთივე რა ქვია, დიდი უნდა იყოს. ცნობისათვის შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით 2025 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 32, ხოლო დაშავდა 179 ადამიანი. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი 21 ადამიანი მშენებლობაზე გარდაიცვალა. მშენებლობა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე სფეროდ საქართველოში.